ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ყველას მოგესალმებით. მე ვიმყოფები წვიმიან ლეიდენში, ქალაქში, რომელიც მდებარეობს ამსტერდამსა და ჰააგას შორის და ჩემი ჩამოსვლის მიზეზი არის ჩვენი ქართველი საამაყო თანამემამულე ქალბატონი დალი უბილავა დეგრაფი, რომელიც სწორედ აქ მოღვაწეობს და დღეს ყველაფერს გავიგებთ მის შესახებ თუ რას აკეთებს ის და დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიეძღვნება ძალიან საინტერესო ამბებს. ქალბატონ დალის ვხედავ. მოგესალმებით. დამიხარია თქვენი გაცნობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. შევგზავნით. მადლობა. მოგესალმებით ქალბატონ დალი. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ხანია გვინდოდა თქვენთან დაკავშირება, იმიტომ რომ საქმე რომელსაც თქვენ ემსახურებით, ეხლა ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს რა, იმიტომ რომ მე როგორც ბავშვების იმ კატეგორიას, რომელსაც მქონდა რაღაცა განსაკუთრებული ფანტაზია და სულ აინტერესებდა სამყარო როგორ შეიქმნა, რისგან შედგება და ასე შემდეგ, ბავშვობაში ძალიან მინდოდა კოსმონავტობა. მე რა თქმა უნდა, რომ წამოვიზარდე და მივხვდი, რომ რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კოსმოსური ტექნოლოგიები არ არის მოწინავე ქვეყანაში, რომ გაყვე ამ პროფესიას, თუმცა შეუძლებელი არასდროს არაფერი არ არის და თუნდაც თქვენი მოღვაწეობა ამის ძალიან ნათელი მაგალითი არის, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელიც მე ვერ ვიტყოდი, რომ გამონაკლისი ვარ, ეს სფერო, რომელიც სულ მაინტერესებდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანთა უმრავლესობას ძალიან აინტერესებს. ალბათ ყველას აინტერესებს, რისგან შედგება სამყარო და თქვენი ყოველდღიურობა გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მეტ ინფორმაციას ფლობდეთ. და ალბათ ამის შესახებ მოგვიყვებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაცემა არის ადამიანებზე და თქვენ შესახებ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამოგახეთ. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, აი ამ პატივისთვის, თქვენს არაჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს კოსმოსი, ძალიან ესე იგი ჩემი გულის ნაწილი არის იქ, სადაც ვმუშაობ და ბედნიერება სხვა რა არის თუ არა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აკეთო ის, რაც გიყვარს. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა და ამჟამად გახლავარ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის Space Expo-ს საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი. და მე არა ვარ მეცნიერი, თუმცა ჩვენ გვყავს ქართველი მეცნიერი ESA-შიც. პრინციპში მეც და ისიც ვართ წარმოადგენელი მან და ESA-ში როგორც ჰოლანდიის და გერმანიის მოქალაქეები, რამდენადაც აქ მუშაობენ მხოლოდ ESA-ს წევრი ქვეყნის მოქალაქეები. და იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე საქართველოც გახდება აი ამ ESA-ს წევრი ქვეყანა და მაშინ რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებსაც ექნებათ ამის საშუალება. ისეთი პერიოდი მოდის, რომ დაახლოებით 10-15 წელიწადში თქვენ თავისუფლად შეძლებთ გრძელ ვიკენდზე, შაბათ კვირას გაფრინდეთ მთვარეზე და ისევ დედამიწაზე. მთვარე არ არის შორს, მთვარემდე არის 3 დღის სავალი. ასე რომ ეს შედარებით უფრო მარტივი ნაბიჯია, ვიდრე ვთქვათ მარსამდე გაფრენა, რომლის ამბიციებიც კი არსებობს დღეს. ქალბატონ დალი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და აი რანაირი უცნაური ტრანსფორმაცია არის, უცნაური ცვლილებაა ცხოვრებაში ტელევიზიიდან კოსმოსურ სააგენტოში. კი, გეთანხმებით, იმიტომ რომ ზოგადად რო გადავხედავ, აი ეს გვერდიდან რო შევხედავ ჩემს სხვა ბიოგრაფიას, ეს არ არის რაღაცა როგორც ერთი წრფე, რომელიც ლოგიკურად აგებ მთელი ცხოვრება დაბადებიდან და მიყვება ეს ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში
რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ აი ცხოვრების კარბორია სრულიად მოულოდნელი მიმართულებებით გადამისროდა ხოლმე და გადამისვრიდა ხოლმე და ამ ახალ პირობების ადაპტაცია მიხდებოდა. და ეს პირველი ადაპტაცია იყო 26 წლის ასაკში, როდესაც დავტოვეთ აფხაზეთი და აი მაშინ 26 ჩემს ცხოვრებას პირობითად ვყოფ სამ ნაწილად. პირველი ნაწილი აფხაზეთში, მეორე ნაწილი დევნილობა თბილისში და მესამე ნაწილი ნიდერლანდებში. მე მოსკოვში მომიწია წასვლა ვგიგში კინოსარეჟისორის ჩავაბარე მე დევნილობის დროს 30 წლის ასაკში ხელახლა გავხდი სტუდენტი. ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტში დავიწყე და ვგიგში მოსკოვში ამ ცნობილ კინოსკოლაში და მსოფლიოში ყველაზე ძველ კინოსკოლაში და იქ მოსკოვში ყოფნისას გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე სრულიად შემთხვევით მე დაიწყო ეს კონტაქტები. ერთად შემთხვევითობა იყო. კინოსახლში გავიცანი, სხვათა შორის, კინოსახლში იყო სტუდენტური ფილმების ჩვენება და მათ შორის იყო წარდგენილი ჩემი ფილმიც. პირველმა და სადიპლომო ფილმმა პირდაპირ მნიშვნელობითაც დიდი არამხოლოდ ჩემი სტუდენტური, ასე ვთქვათ, შემოქმედების თვალსაზრისით, არამედ ჩემს პირად ცხოვრებაშიც რაღაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. პოლი ჩამოვიდა საქართველოში, ჯვარი დავიწერეთ მწვანე ლურჯ მონასტერში ბოდიში და გაქრისტიანდა და მხოლოდ მერეღა ჩამოვედი ნიდერლანდებში საცხოვრებლად. გადმოვედი. გააკეთებინა პოლს სიყვარულო. როგორც გამოდის ხო სიყვარული ძალიან ძლიერი. რამდენი წელია უკვე რამდენი წელი გამოდის? ზუსტად 20 წელი შესრულდა წელს. Central Park Towers-ი არის 242 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში, Central Park-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივია, სადაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ საკუთარი სასტუმრო ნომრის მფლობელი, ყოველწლიური მაღალი შემოსავლის ფონზე და მიიღოთ, რა თქმა უნდა, მაღალი სარგებელი სასტუმროს ოპერირებას განახორციელებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Radisson Blu. ასევე Central Park Towers იქნება ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე, შოპინგ მოლი, ბევრი ცნობილი რესტორანი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქვეშ არსებული რესტორნები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი event hall-ი ქალაქში გათვლილი 5000 ადამიანს. როგორც მათემატიკოს გეკითხები, თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი სამყარო მათემატიკურად დალაგებული? ყველაფერი არის ბუნების კანონებში და დიალექტიკა არის ბუნების კანონებში მოქცეული და ყველაფერი ჩვენთვის რა თქმა უნდა უცნობია. მაგრამ მათემატიკური ფორმულებიც არის ზოგიერთი კანონზომიერება მომწყდეული აი ამ ფორმულაში, ანუ იმაში, რაც ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. მაინც რო იცოდეს ჩვენმა პუბლიკამ, ამას მე თავის დროზეც დავიშვათ სამყაროს თემებზე როცა მაქვს საუბარი ჩვენთან, ჩვენს ჰოლანდიელ თუ უცხოელ პუბლიკასთან Space Expo-ში, იქაც ვამბობ, რომ შეადაროთ ჩვილი ბავშვის ცოდნა, პროფესორის ცოდნას. რამხელა სხვაობაა, ხო? ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს, დიდი სხვაობაა, ხო? იმასთან მიმართებაში რაც არ ვიცი, ძალიან მცირე, ხო? დიახ, კაცობრიობის ცოდნა სამყაროს შესახებ არის მხოლოდ 3-4%. დანარჩენი 97-96% ჯერ კიდევ წინ არის და ეს მომავალი თაობების საქმეა, ანუ თაობიდან თაობაში გადადის, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვაქვს დღესაც ხდება რაღაცეები სამყაროში, რაც იმ ცოდნას არ ემორჩილება, რაც კაცობრიობას დღემდე დაუგროვებია. მაგალითად. ძალიან ლოგიკურად ჯდება ახლა ჩემს საუბარში ეს მაგალითი. მთელი ასტრონომიული სამყარო აჟიტირებული იყო, არის ჯერაც იმ ფაქტით, რომ ამა წლის 1 ივლისს მსოფლიოს საუკეთესო ტელესკოპებმა დააფიქსირეს მაშინ ასე მოინათლა ეს კომეტა 3i Atlas.
ნუ ეს იყო სამი I ნიშნავს interstellars, ანუ ვარსკვლავთ შორისი, მზის სისტემის გარედან შემოვარდნილი ჩვენს სისტემაში, აი ესეთი ციური სხეული, სამი რიგით მესამე და ატლასი, ნუ ტელესკოპების სახელია, რომელმაც ეს აღმოაჩინა. თავიდან ეს ეგონათ ვარსკვლავთ შორისი ციური სხეული, რომელიც შემოვიდა მზის სისტემაში, მაგრამ შემდეგ დაკვირვებებით მეცნიერებმა სხვადასხვა მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნის ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კომეტა ძალიან უცნაურად იქცევა და არ ემორჩილება იმ წესებს, რა წესებსაც უნდა ემორჩილებოდეს კომეტა. ხო, ბუნებრივი სხეული კომეტა. ამიტომ ძალიან დიდი დაკვირვებები ტარდებოდა და ეს კომეტა არის რამდენიმე ნიშანი, რის გამოც, რამდენიმე მარკერი, რამდენიმე კრიტერიუმი, რის გამოც ის ჩაითვალა უცნაურად, არა ბუნებრივ სხეულად და ამაზე არის ახლა ძალიან დიდი დავა, რომ ეს კარგად შეისწავლონ, ეს ხომ არ არის სხვა ცივილიზაციებიდან ჩვენზე დასაკვირვებლად, ასე ვთქვათ, გამოგზავნილი გარკვეული ციური სხეული თუ ვთქვათ ხელოვნურად შექმნილი ობიექტი. ზოგიერთმა მეცნიერებმა ძალიან დიდი რეპუტაციის მქონე მეცნიერებმა მაგალითად ჰარვარდელმა ავილიობმა ახსენა უკვე რომ არის ეს თეორია, რომ ეს არ არის ბუნებრივი სხეული, ეს არის ხელოვნური სხვა ცივილიზაციის მხრიდან შესაძლოა ჩვენს დასაკვირვებლად გამოგზავნილი ობიექტი. შეიძლება ის იყოს კოსმოსური ხომალდი, სადაც რაღაცა არსებები იმყოფებოდნენ შიგნით, ხო? ეგეც არა გამოსულა. ხო, დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. ადამიანებს ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა. დიახ, დაახლოებით ამის თქმა ასე არ შეიძლება, მაგრამ ის რომ ეს არ არის ციური სხეული, რაც როგორიც არის მაგალითად ასტეროიდი ან კომეტა, ეს უკვე ამაზე ყველა თანახმაა. რამდენად დაცულია დედამიწა კომეტებისგან? და რა არსებობს დღევანდელ დღეს იგივე მეცნიერების მიერ შექმნილი პრევენციული თუ არის ეგეთი რა? არსებობს რა თქმა უნდა საფრთხეები ასტეროიდებისა, მოდით ზოგადი სახელი არის ასტეროიდი, სანამ დედა ჩამოვა და დაეცემა მას ქვია ასტეროიდი და როდესაც დედამიწა უნდა ჩამოაღწევს, ის სახელით ეცვლება არის მეტეორიტი. ყოველ ღამე, იმიტომ რომ ღამე ხდება ესეთი ობიექტების დაკვირვება, ყოველ ღამე დაახლოებით ასეულობით ახალი ასტეროიდების აღმოჩენა ხდება ხოლმე. ბოლო წლებში დაფიქსირდა რამდენიმე საშიში ასტეროიდი. თუ ასტეროიდი ტრაექტორია, ორბიტა, დედამიწის ორბიტას შეიძლება კვეთდეს, ის უკვე ითვლება საშიშ ციურ სხეულად, იმიტომ რომ ისინი რა თქმა უნდა მოძრაობენ, რა თქმა უნდა, დედამიწა თავის ორბიტაზე და ასტეროიდი თავის ორბიტაზე და აუცილებლად წლების განმავლობაში შეიძლება მოხდეს ეს დაჯახება და ღმერთმა ნუქნას, რომ დავუშვათ ასტეროიდი დაეჯახოს დედამიწას. თუმცა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოები, როგორც არის NASA, ESA, JAXA, ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე, რომ საშიშროების შემთხვევაში როგორ შეიძლება აი ამ დიდი კატასტროფების თავიდან აცილება. ჩვენ დედამიწას ვერ გავწევთ. ჩვენ თუ დროზე იქნა აღმოჩენილი საშიში ობიექტი, მაშინ მოხდება იმ საშიშ ობიექტზე მანიპულირება, რომ პატარა კოსმოსისთვის პატარა ბიძგებით მოხდეს მისი ტრაექტორიის შეცვლა. ანუ ავიცდინოთ თავიდან. და აი ახლა ხან გამოჩნდა კიდე ერთ-ერთი საშიში აი ამ კატეგორიაში შეიძლება ასე საშიშად უწოდოთ აპოფიზი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძალიან დიდი მეტალის შემცველობის, მეტალი შეიძლება იყოს რკინა, შეიძლება სხვა ლითონის მინარევებისგან შედგება ეს აპოფიზი და ძალიან საინტერესოა მისი შესწავლა, რადგანაც კვლევებიდან ჩანს, რომ ეს აპოფიზი შეიძლება იყოს რომელიღაც ოდესღაც არსებული პლანეტის ბირთვი. ისევე როგორც ჩვენს პლანეტასაც ხო არ ბირთვი, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავაღწევთ დედამიწის ბირთვში. გამორიცხულია.
3000 კილომეტრზე ვერ გაბურღავ. ძალიან ბევრს საუბრობენ კლიმატურ ცვლილებებზე და დგას როგორც პრობლემა, თუმცა მე რატომღაც ესე მგონია სოციუმი ორად იყოფა. იქნება და არსებობდეს თუნდაც მთვარეზე, თუნდაც მარსზე ისეთი ტიპის სიცოცხლის მარკერები, რომელიც ჩვენთვის ხილვადი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი დედამიწაზეც ვარ. ნოე. ხო? მაგალითად, black and white smokers არის ამისი ტერმინი ინგლისურად, იმიტომ რომ ეს არის ოკეანის ფსკერზე. ფსკერიდან ამოდის აი ეს ასე ვთქვათ რაღაცა კვამლივით რო ამოდის. წყალში ხდება ეს ამბავი და იქ რა ფლორა და ფაუნა ის ჩვენთვის უცნობია. სხვა მაგალითად ანტარქტიდაში 3 კილომეტრის სიღრმეზე არის აღმოჩენილი არის ტბა. ანუ ის სიცოცხლის ის ფორმები, რომლებიც მანდ არსებობენ, მათ არასოდეს არ უნახავთ ატმოსფერო და არ უნახავთ დედამიწის ზედაპირი, ხო არსებობენ. აი ასეთი სიცოცხლის მარკერები მოისაზრება, რომ არსებობდეს მარსზე, მთვარეზე უფრო ნაკლებად, მაგრამ მარსზე ძალიან დიდი ალბათობით. როგორც მათემატიკოს შეგეკითხებით და იმ ადამიანს, ვინც უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებულია კოსმოსურ მეცნიერებაში. აი თქვენ ხო თქვით, რომ დედამიწა აღმოჩნდა ისეთ ბუნებრივ სივრცეში, სადაც ყველა პირობა შეიქმნა სიცოცხლის წარმოსაშვებ. თუმცა სამყარო არის უსასრული. და თქვენი აზრით, თქვენი ეჭვით, თუნდაც რამდენად დიდი ალბათობა იმისა, რომ მსგავსი პლანეტები, როგორც დედამიწა, კიდე არსებობენ. აი, თქვენი რწმენით როგორ არის? ჩემი პირადი რწმენაც ეფუძნება სწორედ იმ კვლევებს და მე მჯერა, რომ არის სიცოცხლის ცივილიზაციის ფორმების სხვა ზოგიერთ პლანეტაზე სამყარო არის უსასრულო, რა თქმა უნდა და აი თუნდაც ტრაპისტი პლანეტების ასე ვთქვათ ჯგუფი არის ტრაპისტი, რომელიც მიჩნეულია ყველაზე დედამიწისთან ყველაზე ახლო მდგომ ხასიათის პლანეტად. თუმცა ხას უსვამ, მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ამ სიცოცხლის პირობის განსასაზღვრავად. ჩვენი უნიკალური ატმოსფერო, მაგნიტური ველი, წნევა, ყველაფერი ერთობლიობაში და ამ ერთობლიობის კონგლომერატი არის წყლის თხევადი ფორმა, ამიტომ მოკლედ ვიტყვით ხოლმე, ხო, რომ თუ წყალი არსებობს თხევადი ფორმით, იქ სიცოცხლე არის. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიღაც პლანეტაზე სხვა ფორმულა, სხვა კნილება არ გამოიყვანა, ხო? სხვა ფორმის სიცოცხლე არ არსებობდეს. შეიძლება ჩვენთვის უცნობი ფორმის სიცოცხლეც არსებობდეს და ეს ძალიან საინტერესოა. ამოუცნობი ფრინავი ობიექტები, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველთვის ინტერესის, განსაკუთრებული ინტერესის განსჯისაგანია და მე მახსოვს, რომ პატარა ინფორმაციასაც კი ყოველთვის ეკრანებთან მიყავდა მაყურებელი და ყველას აინტერესებდა, რომ ეს სინამდვილეში მოხდა ეს ყველაფერი. არა, სხვა შორის საქართველოსაც ვიცი, რომ არაერთი ამბავი უკავშირდება, მაგალითად იგივე საგურამოს ტყის ისტორია, არ ვიცი იცით თუ არა ამის შესახებ. და ძალიან ბევრი რამ, რაც ადამიანებს უნახავთ, ამტკიცებენ რომ უნახავთ და ეს ყველაფერი მომხდარა. აი, ამის შესახებ თქვენ რა აზრის ხართ? არსებობს თუ არა დადასტურებული მტკიცებულება უცხო ცივილიზაციის ობიექტების შემოჭრის ჩვენს საჰაერო სივრცეში? რთული კითხვაა, გამოგიტყდებით, იმიტომ რომ ოფიციალურად ჯერჯერობით არა, ოფიციალურად. ხო არსებობს რა საიდუმლო ფაილები? კი, მაგრამ მაგალითად აპოლო 11-ის ასტრონავტების მათი მონიტორინგი, მათი ყოველი წამი ხო ფიქსირდებოდა და შემდეგ 10-ობით წლების შემდეგ, როცა გამოქვეყნდა მათი დღიურები, მაგალითად ბაზ ალდრინი, ერთ-ერთი
პირველი ორი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დაადგა, იყო ნილ ამსტრონგი და ბაზ ალდრინი. ბაზ ალდრინი თურმე გზადაგზა ჰიუსტონს სულ აწვდიდა ინფორმაციებს, რომ რაღაცა სხეული თან მოჰყვება ამ კაფსულას, რომელშიც ისინი ისხდნენ. თუმცა ხასუსამ ოფიციალურად არსებობს პენტაგონში, NASA-ში ამის ცალკე შემსწავლელი მიმართულება და ასე შემდეგ, მაგრამ ისე რომ აი საჯაროდ რო ვთქვა და ეხლა მით უმეტეს მე რო ვთქვა, ეს არ არის მიზან შეწონილი. თუმცა მე წამიკითხავს ბაზ ალდრინის ეს არ არის ვიღაცა ხელწამოსაკრავი, ვთქვათ, მოყვარული ასტრონომიის ადამიანი, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე წერდა, საკუთარ დაკვირვებაზე წერდა. ალბათ კი ჰიპოთეტიურად შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში კოსმოსში გაფრინდებოდით? მე არ გამიშვებენ კოსმოსში. არა, ჰიპოთეტიურად. მე შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. ნუ ესეც ფარდობითია, იმიტომ რომ რა არის კოსმოსი? რომ მკითხოთ. აი კოსმოსია მაგალითად ჯეფ ბეზოსმა თავისი შეყვარებული რო გაუშვა კოსმოსში, ისიც კოსმოსია და ვთქვათ ნილ ამსტრონგი რომ მთვარეზე გაფრინდა, ისიც კოსმოსია. მთვარიდან დედამიწას შეხედავდით? დიდი სიამოვნებით, მაგრამ ეს არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, თუმცა ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ოცნება. მე მსმენია, რომ ყველაზე დიდი გენიალური მეცნიერები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სფეროშია, თავიანთი აღმოჩენების ბოლოს, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვან სამეცნიერო უბრალოდ მომენტებს იკვლევდნენ, მიდიოდნენ კავშირში რელიგიასთან. რომ არსებობს თუნდაც ხო ეს მოსაზრება ხალხში ადამიანებში, რომ იმდენად დალაგებული და კანონზომიერია, რომ რთულია იფიქრო, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად შემთხვევით აღმოჩნდა და ამაში უმაღლესი განზომილება ღმერთის ხელი ურევი. რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი რელიგიის, ჩვენი ეროვნების და ჩვენი მრწამსის ადამიანებს, რა თქმა უნდა, უჯერა, მაგრამ ამის დასტური როგორც ესეთი მეცნიერული, ხო, დღევანდელ დღეს არ არსებობს გარდა იმისა, რაც პირობითად რელიგიურ წიგნებშია ასახული. მე მეცნიერულ დასკვნებს გულისხმობ. თქვენ შემთხვევაში როგორ თქვენ რას ფიქრობთ აი ამას? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ხშირად მისვამენ ამ კითხვას ჩემი ჯგუფის ხალხი, ვისაც ვუტარებ ხოლმე ამ პრეზენტაციებს. შეიძლება გიპასუხოთ ეინშტეინის სიტყვებით. სიამოვნებით მოვისმენთ. მეცნიერება რელიგიის გარეშე არის კოჭლი და რელიგია მეცნიერების გარეშე არის ბრმა. ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, ვერდებით და გარდავიცვლებთ. ხო, ეს არის ბუნებრივი პროცესი ადამიანის და ეს ყველაფერი მოაქვს წლოვანებას. ერთი წელიწადი, სრული წელიწადი არის 365 დღე, რომელსაც დედამიწა გადის მზის გარშემო. ხო? ხო, სწორია. ჰიპოთეტიურად რო წარმოვიდგინოთ, რაღაცა დიდმა ეს ასტეროიდმა ჩაუქროლა დედამიწას და რაღაცა ბუნებრივი თუ არაბუნებრივი პროცესით დედამიწის სვლა დედამიწის გარშემო აჩქარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანიც ორჯერ სწრაფად დაბერდება და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება. უკეთესი სცენარი რო შემოგთავაზოთ, თუ მარსზე გადავა. ხო, თქვი რომ გაეცინე. არა, ძალიან კარგი კითხვა, ძალიან ღრმა კითხვაა და ჯერა რომ ბევრს აინტერესებს ეს კითხვა. მარტივი პასუხი. ვიცით რომ კაცობრიობა მიილტვის მარსისკენ, ხო ასია? მარსზე თუ გადავსახლდებით, მაშინ მარსის 1 წელიწადი უდრის დედამიწის 2 წელიწადს. ანუ აქ თუ 40 წლისა ადამიანი, მარსზე იქნება 20 წლის. აღას იქნება 20. მაგრამ თუ მერკურიზე გადავსახლდებით, თეორიულად მერკურის 1 დღე ბევრად უფრო ხანგრძლივია ვიდრე მისი 1 წელიწადი. მერკურის 1 დღე ვიდრე დედამიწის 1 წელიწადი. არა, მერკურიზე 1 დღე, ანუ 1 დღე ხო ნიშნავს საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას. იმდენად მძიმე პლანეტაა და ძალიან დიდი რაღაც უცნაური კანონებით, თავისებური კანონებით
აწყობილი პლანეტა, რომ მისი ერთი დღე გარს მზეს ვიდრე თასაკუთარ თავს. კი. და ეს სხვათა შორის ძალიან აინტერესებს მეცნიერებს, რახან მერკური ვახსენეთ, პუბლიკისთვისაც საინტერესო რო იყოს. ძალიან დიდი კვლევები მიმდინარეობს მერკურის შესასწავლად, იმიტომ რომ საოცარია ყველაზე ახლო პლანეტა ამ მზესთან. კი. და ვენერა უფრო ცხელია ვიდრე მერკური. ილონ მასკზე მინდა კითხოთ, უცებ გაჩნდა ადამიანების ცნობიერებაში და ახმადობაში ადამიანი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს კოსმოსის ახმადობა გახადა ძალიან კომერციული. მასკი, როგორც მას უწოდებენ, არის დაახლოებით ეინშტეინის კალიბრის ფიგურა ამ სფეროში. შესანიშნავი მენეჯერი, ის არის საოცარი ნოვატორი. ილონ მასკამდე არ არსებობდა მრავალჯერადი რაკეტები. ეს პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტთან. აი წარმოიდგინეთ, მანქანა რო გქონდეთ ერთჯერადი. A-დან B წერტილამდე წახვალთ მანქანით, უნდა გადააგდოთ. B-დან C წერტილამდე ახალი მანქანა. აი ამ პრინციპით იყო ილონ მასკამდე რაკეტები. და დღეს დედამიწიდან კოსმოსში გაშვებული რაკეტების 80% მოდის SpaceX-ზე. რატო? განა იმიტომ, რომ ასე სურს ილონ მასკს. იმიტომ რომ მასზე უკეთ საქმეს სხვა ვერ აკეთებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვესწრებით იმ დროს მოგზაურობა კოსმოსში ზუსტად ისეთივე მარტივი რო იქნება, როგორც დღეს პირობითად ჩვენთვის თვითმფრინავი გადაადგილება. კი, ეს უახლოეს 10 წელიწადში. ახლა კოსმოსურ სადგურზე ჩამოხვალთ. ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და მინდა ეგეთი კითხვა დაგიშვათ, ამის გარეშე არ მინდა დავამთავრო. მე ვიცი რომ თქვენს მოღვაწეობასთან ერთად განსაკუთრებული როლი და განსაკუთრებული აქტიობები გაქვთ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. ვიცი რომ არაერთი საინტერესო დღეები გამართულა ამ პატარა ისტორიულ ქალაქში ქართველების მონაწილეობით. და ვიცი რომ წიგნი გაქვთ გამოცემული კიდე ძალიან საინტერესო ილუსტრაციებით, ფოტომასალით. თბილისში. ფრანგ ხელოვანთან ერთად. და აი ამის შესახებ რო გითხრათ, რანაირად ახერხებთ რომ არ კარგავთ კავშირს და სურვილს იმისა რომ ქართული საქმე აკეთოთ. დიდი მადლობა ამ კითხვისთვისაც რომ მოიცალეთ. თავიდან რო ჩამოვედი, სანამ SpaceX-ში დავიწყებდი მუშაობას, ის წლები ძალიან ინტენსიურად ვიყავი დაკავებული ფონდი Art Ecos საქმიანობით. ჩემი დაარსებული ფონდია ესა და მისი მიზანია ძალიან მაღალი დონის კულტურის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება საქართველოში და ჰოლანდიაში. და ამ ფონდის პროექტების ფარგლებში რამდენჯერმე ჰოლანდიაში გავმართეთ ქართული კულტურის ფესტივალი 2010-ში და სწორედ ამ ფონდის პროექტების ფარგლებში 2010 წელს ჩვენს ქალაქში გაიხსნა განსაკუთრებული მონუმენტი ქართული კულტურისთვის. ეს არის რუსთაველის კედელი. და თან ძალიან განსაკუთრებულ ადგილას ლეიდენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ძალიან ახლოს ქალაქის ისტორიულ ცენტრში. შეგვიძლია ვნახოთ? გეპატიჟებით რომ ერთად ვინახულოთ რუსთაველის კედელი ლეიდენში. ნახოთ. ექვსში, როცა მე აქ ჩამოვედი, ნახე რომ ქალაქის ცენტრში იყო ეგრეთ წოდებული პროექტი, რომლის სახელი იყო კედლების პოეზია. რაც ნიშნავს სოფლიო ლიტერატურის შედევრები თავთავიანთ ენაზე იყო გაფანტული ქალაქის მონუმენტური შენობების კედლებზე. ძალიან საინტერესო პროექტია. რა თქმა უნდა, ძალიან დავინტერესდი და ვერ ვიპოვე ქართული პოეზიის ნიმუში. არა და თუ არა ქართული აბა ვინ, თუ არა რუსთაველი აბა ვინ. და აი ასე რკინის ხალამნები ჩავიცვი და უკვე დასრულებული პროექტი, რომელიც 100 ესეთი შედევრისგან შედგება სხვადასხვა ენაზე და დასრულებულია, მეუბნებიან. მაგრამ მაინც მოვახერხე იმდენი, რომ 4 წლის მერე, როდესაც ჩვენი პირველი მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა აქ, ქართული კულტურის დღეები 2010 წელს, როგორც მისი ერთ-ერთი ნაწილი გაიხსნა აი ეს რუსთაველის კედელი, რომელსაც ძალიან ვამაყობ. საოცარია, ნამდვილად საოცარ ადგილას ვარ და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ მოგვიყვანეთ
იმისთვის რომ ჩვენ მაყურებელსაც ეხილა ის რითიც შეგვიძლია ვიამაყო. განსაკუთრებულად მიხარია დღევანდელ დღეს რო გაგიცანით და მე ზუსტად ვიცი, მე აქ კიდე აუცილებლად ჩამოვალ ევროპის კოსმოსის აგენტოში, როდესაც იქნება შესაძლებლობა დათვალიერების და აუცილებლად შევეცდები მარტო არ ჩამოვიდე და შვილებით ჩამოვიდე. აუცილებლად. გელოდებით აუცილებლად დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. მადლობა თქვენ შეგობს.